ვის მოაქვთ თქვენ ცხოვრებაში სიყვარული? მოგესალმებით, ჩემო ძიებასებადი, ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ვნახოთ დღეს ვინ გაგახარებს თავის სიყვარულს, იქნება იცნობთ, შეიძლება არ იცნობთ, შეიძლება ახალი იყოს, ვინმე ვნახოთ ახლა დღეს, ხო? თუ თავისთავად ჯერ ვნახოთ სიგნიფიკაცია, თქვენ ახლა რა ენერგიაში მყავხართ, ვნახოთ, თუ ბიჭები უყურებენ და ვიცი რომ უყურებენ, თქვენ გადაეტანეთ უკვე ენერგიების მიხედვით თქვენს თავზე, შეიძლება თქვენს რეზონირდება. ისი ბიჭებო დაფლუსდით, ვინ მიყურებს და მე თქვენთანაც გავაკეთებ გაშლას, მე კვირაში ერთხელ მაინც ის იმენა თქვენთვის. ნახოთ ახლა ჩვენ აქ. სხვათა შორის აქ მყავს მე პირველ რიგში შემიძლია ვთქვა ჩემი ყურუმი, ანუ ქალი, რომელიც არის ძალიან ინტუიცია სულ მცირე, ძალიან მშრომელი ადამიანია, რომელიც ბევრს მუშაობს, ძალიან ბევრს სწავლობს, შეიძლება თქვენ და თქვენ ხართ ეხლა როგორ იცით რა ენერგიაში აკეთებ იმ საქმეს, რომელიც თქვენ პრინციპში მოგწონთ, ან უეჭველია გოგოებო, ვინც ხართ ეხლა ყურუმები, ანუ ვინც ხართ ეზოტერიკოსები, ფსიქოლოგები, ვინც ხართ, ხო? ეს უეჭველი თქვენთვის იქნება ეს გაშლა, იმიტომ რომ თქვენი ენერგია აქ ტრიალებს. და იმათთვის, ვინც მართლა შეიძლება, შეიძლება კი არა, ინტუიცია რა თქმა უნდა გაქვთ, არ იქნებოდეთ სხვა შემთხვევაში არანაირად. так, აქ შეიძლება იცით როგორი მომენტი არის თქვენ ცხოვრებაში კიდე, აქ რაღაცა სიტუაციების შეიძლება იცვლება თქვენი სივრცე იცვლება, იმიტომ რომ ნახეთ, რაღაცა პერიოდში გადადიხართ თქვენ ახალ პერიოდში, მაგალითად დაუშვოთ, აი ახლა, ყველა სიგნიფიკაციას ვიტყვი. თუ დაუშვოთ თქვენ სწავლობთ, აი მაგალითად შემოსწავლებს უეჭველი ეს გამოგადგებათ გოგოებო, ზოგი შეიძლება ამთავრებს სწავლას, მოსწონს ეს საქმე და ფიქრობს, რომ ეხლა всё უკვე ვამთავრებ, ეხლა ერთ-ერთი კურსი მართლა ამთავრებ და სხვა შორის ახალი კურსი ვიყვანთ ეხლა ჩვენ და დაუშვათ და ანუ ესე იგი დაასრულე და უკვე ფიქრობთ, რომ უნდა ვიმოქმედო, ხო? ვინც თქვათ ეხლა უკვე მუშაობთ თქვენ, აქ უეჭველი შემიძლია გითხრათ, რომ უკვე აპირებთ, თქვათ ეხლა всё, ხო, მზად ვარ, უნდა დავიწყო მუშაობა. ეხლა სხვა კიდე თემაზე ვიტყვით, რომ დაუშვოთ თქვენ აი აქ რაღაცა მომენტი არის კიდე როგორი, შეიძლება თქვენთვის რაღაცა სიტუაცია, რომელიც ეხება თქვენს ურთიერთობას, თქვენს სიყვარულს, ხო? სხვათა შორის აქ როგორი მომენტი არის, იცით? შეიძლება თქვენ, აი აქ ნახეთ როგორი მომივიდა ინფორმაცია, ვიღაცა კაი ხანი თქვენ გელაპარაკებათ ინტერნეტში. შეიძლება, მაგრამ ადამიანი არ მოქმედებდა და თქვენ უკვე, ცოტა დაიღალეთ რა, რომ აი ხა როდესაც უნდა შეცვალოს, ელოდებით ქმედებას. აი კიდე ვიღაცისთვის ესეთი ინფორმაციაც ექნება, ხო? გამოდის თასების მეფე სხვათა შორის ამ და გოგოებო, უეჭველი, ნახეთ რა ხდება. კიდე აქ არის რა ინფორმაცია შეიძლება თქვენ დიდი ხანია ანუ არ იცით ინფორმაცია ადამიანზე, რომელიც იყო თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც თქვენ გიყვარდათ ეს ადამიანი, მაგრამ აქ მე შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ შეიძლება დაასრულეთ დიდი ხნის ურთიერთობა და ეხლა მზად ხართ, რომ გადახვიდეთ სხვა ენერგიებში, ანუ ეს დავასრულე და უკვე ვიცი, რომ აღარაფერი შეიცვლება, კი, ეხლა შეიძლება მომენტ გულით დაგწყდათ, მაგრამ უკვე აქ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცა даже ელოდება ახალ ურთიერთობას სხვათა შორის. ელოდებით თქვენ კი ბატონო, იმიტომ რომ შეიძლება მიხვდეთ, რომ იმაზე რომ ვიფიქრო მე და ის რა ქვია, რომ დიდი ხანი დაუშვათ, რომ დაბრუნდება, არ დაბრუნდება, შეიძლება მაგასაც აღარ ფიქრობთ რა. სხვათა შორის მოკლე გაშლების აი ზუსტად ეს მომენტი იყო, იქნება თუ არა დაბრუნდება, თუ არ დაბრუნდება, თუ გაინტერესებთ რა, იქაც შეგიძლიათ ნახოთ. ეს იგი ნახეთ, გამოვიდა ქვერთხების დედოფალი, რომელმაც ეხლა ნამდვილად ნახეთ რა ულამაზესი საქმიანი გოგო, თქვენ სხვათა შორის შემიძლია თქვა, რომ აი შეხედულებითაც უფრო ნაკლებ ასაკს მოგცემს თქვენ დაუშვით ნებისმიერ ადამიანს, იმიტომ რომ რაც დრო გადის, თქვენ უფრო და უფრო ლამაზდებით, უფრო და უფრო ესეთ ენერგიებში შედიხართ, რომ უფრო საინტერესო და უფრო ისეთ როგორ არის თან ბრძენდები, მაგრამ გული არ ბერდება
და ნამდვილად აი უფრო რაღაც საინტერესო ხდებით. შეიძლება რამეებს აკეთებთ თქვენ იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ და შეიძლება даже რამე გააკეთეთ კიდევაც და უფრო ანუ ესეთ ენერგიებში შეხვედეთ რა, იმის მიუხედავად რომ დაუშვოთ თქვენ აქ ვიღაცას შეიძლება დაშორდეთ, თქვენ ქვეცნობიერად მაინც ემზადებით შეიძლება ახალი პარტნიორისთვის რა. მაგრამ აქ ანუ როგორ ხართ, იცით რომ ეხლა თქვენ პრინციპში დაასრულეთ ეს ნერვიულობები, დაასრულეთ რა, იმიტომ რომ ნახეთ იმის მიუხედავად რომ დაუშვათ კი, რაღაცები გამოიარჩება ზოგს რამდენიმე ურთიერთობა ქონდა, მაინც იმედი გაქვთ, რომ აქ არის კიდე რაღაცა საშუალება და რაღაცას მაინც ველოდები. შეიძლება ზოგი არის даже აი თქვათ ახლა ბოლოს სიყვარულსაც ელოდება, მაგრამ აი მთავარი რა მიყვარს ხოლმე, როცა გულს არ ხურავენ, იმიტომ რომ რა არის, იცით, როცა იტყვის ხოლმე, აი არავინ არ მინდა, აღარავისთან აღარ ვიქნები, მორჩა, ანუ თქვათ რა არის, ის იმიტომ სულ ამ არხზე მე თქვენ გეუბნებით და გეჩიჩინებით, რომ მიიღეთ ჩემო სიხარულებო, რამდენადაც არ უნდა იყოს ძნელი, რამდენადაც არ უნდა იყოს რთული, რომ ჩვენ გვაქვს ეს კონტრაქტი სულების გვაქვს და ნუ ეს ადამიანი ეხლა რომელიც შემოდის ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება გავიდეს, იმიტომ როცა დაასრულებს თავის მისიას ჩვენ ცხოვრებაში რა. და რა თქმა უნდა, ეხლა მტკივნეულია და ვერ გეტყვით რომ თქვათ, ეხლა თქვენ ეს ინფორმაცია თქვენთვის იქნება 100%-იანი წამალი, მაგრამ თუნდაც 20%-ით რო იყოს თქვენთვის წამალი, მაინც უფრო მოგიშუშებს თქვენს ნაიარებს, რომ როცა გიყვარს ადამიანი და მე ამ ადამიანს რო შორდები, შეიძლება კი იყო რაღაცა მტკივნეული მომენტები, შეიძლება იყო კიდე რაღაცა წყენები, რაღაც მომენტები იყო, რა თქმა უნდა, არც ერთი ურთიერთობა არ არის ისეთი, რომ თქვათ სუდალაგებული გქონდეს, მაგრამ მაინც აი ის კარგი მომენტები უფრო ჩვენ აი არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დაუშვოთ აი დაასრულო ადამიანთან ურთიერთობა და მით უმეტეს ახლა როცა ეს სიტუაცია მთავრდება, მაინც გული გტკივათ, მესმის ყველაფერი, მაგრამ ნუ უკვე წლები ვმუშაობ მით უმეტეს ურთიერთობაზე, ამაზე რა ვიცი, უკვე მილიონი რაღაცა მაქვს ახლა გამოყენებული და მივხვდი ერთ რამეს, რომ მართლა არსებობს ეს კონტრაქტი სულების, იმიტომ რომ არის რა ეგ მომენტი, გინდა ვიჯეროთ, გინდა არ დავიჯეროთ, ნუ არის რა ეგეთი სიტუაცია და ამიტომ თქვენ პრინციპში აქ უკვე დაძლიეთ ყველაფერი, გაკვეთილები თქვენ დაასრულეთ და თქვენ აი აქ უკვე გადიხართ რაღაც ესე ცხოვრებაში, ანუ ცხოვრებაში იმდენი რამე ისწავლეთ, უკვე იმდენი რამე გამოიარეთ თქვენ, რომ გაძლიერდით, ძლიერი ქალი ხართ, ნახეთ როგორი ძლიერი ადამიანი ხართ, როგორი ძლიერი პიროვნება ხართ, იმიტომ რომ დაასრულეთ, იმდენი გაკვეთილები უკვე გამოიარეთ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეთ და ეხლა უკვე მიისწრაფებით ახალ ცხოვრებაში. კი, განულება მიდის, ნახეთ განულდა და მე-16 არკანი მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ მე-16 არკანი არის ნახეთ დააკვირდეთ თქვენ, აი თქვენი ცხოვრება, ნუ ვინც უფრო კიდე პატარა აღარ არის, თქვა, ზოგი გოგოები მოდიან 30 წლის და იმდენი რაღაცები აქვს გამოვლილი, რომ რა ვიცი ცხოვრებაში, მაგრამ ვინც ახლა ცოტა მეტი ასაკის არის, თქვენ უბრალოდ აბა გაიხსენეთ რა, რამდენჯერ თქვენ ცხოვრებაში იყო, თქვათ, რაღაცა პერიოდი და სრულდა, მე სრულიად ახალი რაღაცა პერიოდი დაიწყო, თუნდაც თქვა დაუშვოთ თქვენ ახლა სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში გადახვედით და ნულიდან დაიწყეთ თქვენი იქ ცხოვრება, ხო? დაუშვათ, აი ეგაც რამხელა რაღაცა არის და ანუ აქ სრულდება თქვენი რაღაცა პერიოდი და უკვე შემოდის ახალი პერიოდი რა, მაგრამ თქვენ აქ უკვე გააზრებულად შედიხართ, იმიტომ რომ გამოცდილება დიდი მიიღეთ და კი ხართ მზად ახალი ურთიერთობისთვის, უბრალოდ ცოტას ეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ აქ თქვენ ნახეთ ახლა უკვე მოიპოვეთ რა, მოიპოვეთ თქვენი თავი, მოიპოვეთ უკვე თქვენ ახლა ზოგი ახლა სიტყვაზე უკვე ფინანსურად დგას ძალიან მყარად ფეხზე, ხო? ზოგმა უკვე მოიპოვა თავისი სიმშვიდე, თავისი სიმყუდროვე, თავისი სიუხვე, თავისი რაღაც და ამიტომ შეიძლება თქვენ ნუ გააქვთ ეს მომენტები, რომ თქვათ ახლა მინდა, არ მინდა, მზად ვარ, არა ვარ მზად, თქვათ რომ კიდე ვინმე შემოუშვა, იმიტომ რომ თქვენ აქ არ გინდათ რომ იყოს ურთიერთობა, თქვათ ახლა
ანუ მონიპულაციებით და რაღაცებით სავსე. არა, თქვენ აქ უკვე გინდათ ისეთი ურთიერთობა, სადაც იქნება ბედნიერება, მინდა და არა თქვათ ეს გულის ტკენა, ნერვიულობა და უკვე ელოდებით ისეთ იმპერატორს, რომელიც ნამდვილად იქნება თქვენთვის ძალიან მაგარი და ამას ნახat სამყარო თქვენი საგვარეულო გიგზავნით თქვენ ახალ სიყვარულს, რომელიც აუცილებლად გამოგიყვანთ თქვენ მძიმე სიტუაციიდან და შანსს გაძლევენ, აი სიყვარულის შანსს გაძლევენ თქვენ. კი ბატონო, აქ ახლა თქვენ უკვე აი აქ არის აი მოგიყევეთ პრინციპში ის მომენტი მიხვდებოდი თქვენ ახლა თუ რეზონირდა უკვე და თუ იცით რომ თქვენ ხართ ამ ენერგიაში ჩემო სიხარულებო, ეს იქნება თქვენთვის ახლა ეს გაშლა. ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ ვინ შემოდის ასეთი ახლა ადამიანი. ვნახოთ ახლა როგორი ადამიანი შემოვა, როგორ გამოვლინდება თქვენ ცხოვრებაში, მისი ხასიათი ვნახოთ ახლა. ნუ ეჯერ ერთ კარს ავიღებ, მე დავამატებ თუ საჭირო იქნება. მისი მისიაც ვნახოთ თქვენ ცხოვრებაში, რისთვის მოდის, იმიტომ რომ ნუ არა აქვს მნიშვნელობა, ახლა კიდე ამუშავეთ ბევრი რაღაცა, მაგრამ ნუ ვნახოთ რისთვის მოდის, იქნება რამე გაკვეთილი კიდე დავჭეთ სასწავლი. როგორ შეხვდებით, აი ანუ სად შეხვდებით ან რომელ სფეროში როგორ შეხვდებით ამ ადამიანს, რაც შემოიტანს ის თქვენს ურთიერთობაში, რა გრძნობები, რა ენერგიები ვნახოთ ახლა ჩვენ რა თვისებები. რა უნდა მიიღო ან გაიგო ამ ურთიერთობაში. ნუ პერსპექტივაც ვნახოთ. აი ასე. იმპერატორი. თქვენთან მოდის იმპერატორი, ამ დასთამაც ხო დაენახათ, რომ გვაჩვენა იმპერატორი. ანუ იმპერატორი ვინ არის გოგოებო, მე გეტყვით, ნახეთ. დანახეთ იმპერატორი, ყურუმი ისევა და ახალი ურთიერთობა. შეიძლება ვიღაცა იცნობდეთ თქვენ ამ აი ნახეთ აქ ვიღაცა იცნობს, აი რაღაცა იცნობთ, მაგრამ არა ხართ მაგაზე მიჯაჭვული უკვე. აი ხა ნახოთ, всё წავედი მე ხო იცით? ანუ ახალი ადამიანი ან განახლება ურთიერთობის, მაგრამ აქ არ არის განახლება ურთიერთობის იმ ადამიანთან, რომელიც არის თქვათ აი სულ თქვათ ახლა რო გაშორდეთ და ისევ გრუნდება. არა. აქ თქვენ თვითონ გძნობთ, ნახეთ, ყურუმი კიდე რას გვევდა, ან შეიძლება ნახეთ აქ როგორი ყურუმია. ზის და კარტებს შლის, შეიძლება ახლა უყურებთ თქვენ ამას უსმენთ ამ გაშლას და იტყოთ აი ახლა გავიგებ. აი ზუსტად ახლა ნახეთ როგორი მომენტი არის, თქვენ თვითონ უნდა გრძნობდეთ, თქვენი ინტუიცია უნდა გეუბნებოდეთ, რომ მე ვიცი, მე ვგრძნობ, რომ უკვე დავიმსახურე ხა სიგნიფიკაციის მიხედვით, ხო? მე დავიმსახურე უკვე რომ შემოვიდეს ანუ სრულყოფილი ადამიანი. ხა იმპერატორი როგორი ადამიანია გეტყვით. შეიძლება იყოს ცოტა მკაცრი ხასიათის რა. იმიტომ რომ იმპერატორიც არის, როგორც იმპერატრიცა რო გადის, ახლა იმპერატრიცა არის უკვე ისეთი ქალი, რომელმაც იცის მართვა თავისი ენერგიების, ნებისმიერ ენერგიებს, მაგრამ უკვე გადანასწორებული არის, სხვანაირი იგივე არის იმპერატორი. ანუ ეს უკვე ადამიანია, რომელმაც უკვე გაიარა რაღაცა ცხოვრება, ხო? უკვე აქ ამას გამოცდილება, უკვე, მაგრამ ეგენი აი პლუსში საერთოდ იმპერატორები არიან როგორ მზრუნველები და ოჯახზე. საქმიანები, მე არ ვიზახ რომ სულ ყველა იმპერატორი არის მილიონერი, ხო? ეს არის უბრალოდ ადამიანმა, რომელმაც იცის, თქვათ, ქალს როგორ უნდა მოიქცეს, ხო? ოჯახში რა უნდა გააკეთოს, იცის რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ეხლა რა არის, იცით, ახლა ბევრი რაღაცა აი ხო გეუბნებით, ეხლა წლები ვარ ამ თემაში და რომ ბევრი რაღაცნაირად ეხლა უკვე ვნახე ეგ სიტუაციები, როგორი აი მე არ მიყვარს ერთი რაღაცას, რომ აი კაცი თქვათ არის ვალდებული ეს ქალი ვალდებული ეს, არა, მაგრამ არის რაღაცა ისეთი მომენტები, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს, ემანციპაცია ქალების თუ რაღაცა არის მაინც ისეთი მარცვალი,
რომელიც თქვა, აი კაცს მაინც ეხლა იმ დღესაც უსმენთ ძალიან ძლიერ ფსიქოლოგებს მამა კაცს ხვალ შორის და თან ძალიან თანამედროვეს რა, აი ძალიან თანამედროვე ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი და მაგანაც ეს თქვა, რომ ადამიანი თუ მამაკაცს აი აქ ეს მომენტი მაგას ვერ სექსით აიღებს შენ, იმიტომ რომ სექსი კაცს მამაკაცს სულ უნდა, ეს არ არის მაგათის რაღაცა ისეთი, რომ თქვათ ახლა სექსში თუ ხარ მაგარი, ამიტომ აგირჩიოს, ეს არის სისულელე, ემოციით უნდა აიღოთ შენ მამაკაცი, ანუ და ამასთან დიდი გამოცდილებაც აქვს რა. ამას ახლა იცის ხო გეუბნებით რომ მიდგომა ძალიან ესეთი აი თავაზიანიც არის, უკვე ბევრი რაღაცა გამოიარა, ურთიერთობებშიც იყო და იცის, მაგრამ რა უნდა და რა უნდა მისცეს ქალს და აი რო ვთქვი რომ ეს მარცვალე ქალი კი ქალს აქ რა ქალმა უნდა გასცეს, ანუ მამაკაცს რა თავისი სითბო, თავისი ემოციები, თავისი მოფერებები თუნდაც, მაგრამ მამაკაცს უნდა აიღოს ზრუნველობა და მამაკაცს აქ ეს პასუხისმგებლობა და გინდა თუ არ გინდა ეს ასე უზის მამაკაცებს, ნამდვილ მამაკაცებს ის მომენტი, რომ მე უნდა ვიზრუნო იმაზე, ვინც მე მიყვარს. და ძალიან კიდე ერთი მაგარი კიდე ფსიქოლოგსაც უსმენთ და იმან კი ძალიან კარგი სიტყვა თქვა, რომ არ არსებობს საერთოდ მამაკაცი და ამაში დარწმუნებული ვარ უკვე 1000%-ით მეც ხოთა შორის, რომ თუ როცა უყვარ ხარ, ნამდვილად როცა უყვარ ხარ და შენ ნამდვილად ხარ ის ქალი, რომელიც მისია, ის ადამიანი ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს მისთვის. აი შეუძლებელს გააკეთებს და კიდევაც თქვა იმ ბიჭმა, რომ თუ თქვენი მამაკაცი თქვენი გულისთვის არ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ესე იგი ჩათვალეთ თქვენ, რომ ეს არა ხარ თქვენ ის ქალი, უბრალოდ. და კიდე ერთი ძალიან კარგი ჩემი მეგობარი და ახლობელმა მითხრა ისეთი კარგი სიტყვები, რომელიც მართლა იმპერატორია და მართლა ძალიან მზრუნველი პიროვნება თავისი ოჯახი ყავს უმაღლეს დონეზე და ისეთი კარგი სიტყვები მითხრა, რომ ერთხელ რომ საერთოდ მამაკაცი როცა მოიყვანს, ვთქვათ, ქალთან ურთიერთობას რო იწყებს, მithumetes როცა უნდა რომ მოიყვანოს ცოლად, დილით რო გაიღვიძებს, კიდევაც უნდა კონდეს იმისი საშუალება რა აჭამოს და რა ჩააცვას. აი უბრალო სიტყვები, მაგრამ ამაში არის მთლიანი პასუხისმგებლობა რა. იმიტომ რომ ნამდვილმა მამაკაცმა ეს უნდა იფიქროს შენზე, მაგრამ ქალის არ უნდა იყოს ის იმპერატრიცა რა არის. იმპერატრიცა არ არის ის ქალი, რომელიც ზის და პირში უყურებს მამაკაცს, რომ არიქა ჩემი პრობლემები გადამიწყვეტება, ჩემი ფულები და არა, ნამ იმპერატორი ამასაც უნდა საერთოდ ნამდვილ იმპერატორს ჩამოყალიბებულს, მაგასაც უნდა ისეთი ქალი ყავდეს გვერდში, რომელიც არის თვითქმარი, ხო? რომელიც აი მე გეუბნები ჯანსაღს ურთიერთობაზე. კი, ახლა თან მithumetes როცა ეს არ არის სიტუაცია, ანუ საინტერესო არ ახარ, იცით რა არის? აი რა საქმე, აი როცა უკვე ასაკში ხართ, ხო? და ურთიერთობა უნდა მოხდეს. შენ უკვე რაღაცას უნდა წარმოიდგენდეს, შენ თუ გინდა იმპერატორი, ხო? შენც უნდა იყო იმპერატრიცა. იმიტომ იმპერატორს უკვე ის დრო წავიდა, როცა ჭირდებოდა თქვა ახლა ქალი პაჟის როლში, როცა მინდა მომეცი. არა. იმპერატორი და იმპერატრიცა ეს არის უკვე ესეთი ენერგია, როცა სრულყოფილები არიან ორივენი და ორივის უკვე აქვს ის რა შეუძლია ერთმანეთს მისცენ. მიხვდეთ ქალს თავისი, კაცს თავისი. აი თუ შენ გინდა იმპერატორი, აი რომ იზახან დიდარი მინდა და რომ უზრუნველყოს ჩემზე და რაღაცა, შენც უნდა იყო შინაგანად მდიდარი ადამიანი და პლუს კიდე არ უნდა იყო დამოკიდებული მის ფინანსს, ანუ შენ თუ ბანკომატს ეძებ, ეგ სხვა თემა არის, ხო? მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მდიდარი კაცებს აღარ ჭირდებათ უკვე ისეთი ქალები, ვინც ხედავს მათში ბანკომატს. უკვე აი ასეთ იმპერატორ კაცებს ჭირდებათ ისეთი ქალი, რომელიც არის, ანუ დამოუკიდებელი, კი მე შენზე ვიზრუნებ, კი მე შენ გასიამოვნებ,
კი მე შენ გაგიკეთებ თქვა ის რაც მე მინდა რომ გაგიკეთო რაზე ლაპარაკე, მაგრამ აი ზუსტად ახლა კი მე შემოვიტან კი მე ახლა უზრუნველყოფ ჩვენ თქვათ ახლა ოჯახს და ურთიერთობას, მაგრამ შენს თუ გინდა, შენს უნდა გქონდეს შენი თქვათ საქმე, რომელიც შენ მოგწონს, თუნდაც ხობის დონეზე, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ანუ უნდა ვითარდებოდეს შენც რამე, შენ თუ ხარ უინტერესო, შენთან თუ ვერც დაელაპარაკოს, უნდა დაელაპარაკო ამ ადამიანს რამეზე, ხო? და ანუ ეხლა ცოტა იცვლება ადრე თუ დაუშვათ იმპერატორებს ეხლა მაინტერესებდა ეს პატარა გოგოები, რომელიც არაფერს არ მარტო ჰქონდათ ახლა თოჯინასავით ლამაზი და მეტი არაფერი და ეს იყო პრესტიჟული, ეხლა სხვა სიტუაცია, ეხლა უკვე ასეთ ადამიანებს იმპერატორებს აღარ ჭირდებათ უბრალოდ შენი სილამაზე და შენი სიტოჯინე. თან პლუს კიდე ისეთი ერთი წამით და დავიწყებ გაშლას კიდე ერთ რაღაცას გეტყვით ისივისი იმ ადამიანს უსმენ, აი ძალიან პოპულარული, საინტერესო რუსულენოვანი არის ეს ადამიანი. ეს იმ ფსიქოლოგმა როგორ თქვა, რომ აი ხლა გოგოები ძალიან ბევრ რაღაცებს ეკეთებენ, პლასტიკას იმას და ყველას ისი მართალი არის ესე ცოტა ეზოტერიკულად ვაგან თქვა და ანუ ყველას აქვს თავისი, ანუ დაუშვათ ხო არის საგვარეულო სიტყვაზე რაღაცა სივრცე არის, ან მე ვამბობ ხოლმე თქვა ვარსკვლავ და ოჯახი რა, ანუ სადაც ანუ მოდის დაუშვათ, იგი ნახია თქვენ რომ დაუშვათ ეხლა თქვა წყვილი, მეც ვიცი ერთი ძალიან მდიდარი წყვილი, აი ძალიან უმდიდრესი ადამიანი ოჯახი არის, ანუ ბიჭი არის აი პატარა რაღაცა არაფერს არ წარმოიდგენს, თქვა რომ გითხრა რომ არიქა და რაღაც ალენდელონი, არა და გოგო ულამაზესი მოდელი იყო წარსულში, მაგრამ მაგათ ისეთი საინტერესო ისტორია გამოიარეს და ერთმანეთი მაგრად უყარს, სოლკმარი არიან წლები. აი ეს არის რომ შენ ახლა შეიძლება ვერც აღიყო იტყო აი რანაირად ახლა თან ისე დაკორწინდნენ რომ ის ბიჭი ჯერ არ იყო არაფერი ისეთი თქვათ რამე კი რაღაც ცოტა ქონდა უკვე მაგრამ არა და ანუ ამეთ რა მინდა გითხრათ რომ ეს შენ როცა ბევრ რაღაცას ცვლი შენში ხო თქვათ ახლა აი პლასტიკები და რაღაცას შენ უკვე იკარგები და იმ კაცმა რომელმაც უნდა გიპოვოს ვეღარ გცნობს რა ამიტომ გოგო მეგა ზომიერა ძალიან აგთხოვთ რა так, всё, ახლა მივიდეთ მოვედი რაღაცებს, ახლა მოდი დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ ადამიანს, ხო? ანუ ნახოთ ახლა მისი ხასიათი. მისი ხასიათი, так, ну, აქ შემიძლია თქვა, რომ როგორი არის, იცით? მე-12 ენერგია საერთოდ ახლა როგორც ავიღოთ, როგორც აი არის საერთოდ ძალიან მართლა ადამიანი მზრუნველი. არის მზრუნველი, იმიტომ просто უბრალოდ ახლა ცოტა მოიწოდე გავხსნით და რომ აი ნორმალურად აგიხსნა თქვენ, რომ ახლა არ დავიწყო იქით-აქეთ ბოდიალე. ეს მინდა რომ თქვა. კი, აი როგორც მინდოდა მე თქვა, კი. აქ არის როგორი ტიპი ადამიანი, იცით? აი მაგას ეს სიკეთის განსახიერება რა. უბრალოდ ამ ადამიანს იმის მიუხედავად რომ აქ ხო კი გამოვიდა ბოლოში აქ იმპერატორი, ხო? არის როგორი ადამიანი, ანუ გაცემა უყვარს ძალიან ამ ადამიანს, უყვარს ძალიან, ან თვითონ იქნება ძალიან სხვადასხვა ლამაზი ტიპი, იმიტომ რომ მზის არკანი გამოვიდა. შეიძლება ну გაცნობას გეტყვით. ადამიანი ორიენტირებული არის უკვე სერიოზულ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ 10-იანი არის პენტაკლების, პლუს კიდე, ну ეს იგი ნახეთ რა ხდება. მე რაც აღწერეთ თქვენ იმპერატორი, ხო? ანუ ამას დავომატოთ კიდე ჩვენ, აი ძალიან ისეთი გული აქვს, აი ძალიან რო უნდა რო თქვა დაგეხმაროს, უნდა რო თქვა ახლა, ანუ აინტერესებს რა ჭამერას ვი რა გაცვია, ну რაღაც აი ეგეთი ტიპი დახმარება რო უყვარს, თან ნახეთ გამცემია ძალიან. აქ აი უეჭველი იმის მიუხედავად, რომ ამ ადამიანს კარგად აქვს საქმე, აი ყველა ვარიანტში ფინანსურად ძალიან კარგად არის, ეს ადამიანი ამის მიუხედავად
ეს ადამიანი არის ორიენტირებული იმაზე, რომ სხვებს დავეხმარო, ანუ მე რომ მაქვს, მე სხვებსაც მინდა რომ დავეხმარო, ანუ ყველა მინდა იყოს, ანუ უყვარს ეს ქართულად როგორ არის სწორად ხელმოქმედება მგონი, ხო ხდებით რა? უყვარს დახმარება, იმიტომ რომ თვითონ აქ უეჭველი ადამიანი მიაღწია ბევრ ამის, მაგრამ არის როგორ, აი უარის თქმა არ იცის, არ შეუძლია რომ თქვა ამას ძალიან უყვარს დახმარება ადამიანების რა. ძალიან რა. თან ახლა სხვადასხვა ამას ოჯახი უნდა. ну, მოდით ნახოთ მისიას შენ ცხოვრებაში, ისთვის მოდის. აი მოდის ეს ადამიანი, რისთვის რომ თქვენ თუ რამე პრობლემები გააქვთ, რისთვის. ზუსტად. ანუ თუ თქვენ დაუშვათ, აი იცით რისთვის მოდის, აი თქვენი გულის მალა მოიქნება ეს ადამიანი. იმიტომ რომ აი თუ დაუშვათ, გქონდათ რამე პრობლემები, თუ თქვენ რაღაცაზე ნერვიულობდით, ანუ ამ ადამიანს იცით როგორ აი ეგრევე შემოგთავაზებს დახმარებას. აი მე რით შემიძლია დაგეხმარო, მე რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ შენი ანუ აქ არ უნდა მაგას თხოვნა, რომ ვაიმე იცი რა არის ახლა პრობლემა მაგ კრედიტი მაგ ესა მაგ ეს. არა, ამას არ უნდა. ეგ ეგრევე შეხედავს და თვითონ პლუს კიდე აქ იმიტომ რომ პენტაკლებიც არის აქ პენტაკლები ჯერ პენტაკლები, ანუ მატერიალურად შემიძლია დაგეხმარო, მაგრამ ისეთი გული აქვს, რომ არ შეუძლია ვერ უყურებს ეგ ხვის ტკივილს რა. და ამიტომ მართლა მისიაც ეგეთი აქვს ამ ადამიანს, რომ ნამდვილად თქვენი რაღაცა თუ გაწუხებთ რამე პრობლემები, თვითონ უზრუნველყოს ყველაფერს. ანუ გულგატეხილობა თუ გაქვს, ანუ ყველანაირად ყველაფერს უნდა დაუსვას წერტილი ამაგან. აი ეს არის მისი მისია, რომ თქვენ ახლა ნამდვილად აი იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, რომ გული გტკიო და თქვათ რაღაცა პრობლემები გქონდა, რაღაცა გაწუხებდა, რაღაც არ გაძინებდა, ხო? აი ეს მოვა იმისათვის, რომ ეს ყველანაირი პრობლემები თქვენი დახუროს. გადაგიწყვეტოს სტუზიკენ და ეს ამ ხმალების უნდა გადავწყავიტო ის რას მას აწუხებდა. გადაუწყვეტოთ სწორედ ხო? ანუ ნახოთ ახლა როგორ შეხვდებით, ხო? როგორ შეხვდებით? აქ ექნება ნახეთ როგორი შეხვედრა. შეიძლება აქ ვიღაცა შეხვდება ინტერნეტში. იმიტომ რომ ვარსკვლავი მაგას გვეუბნება ინტერნეტში. უფრო ეგეთი ის არის, შეიძლება კიდე აბა როგორ შეხვდებით? ახლა ინტერნეტ სივრცე იქნება უეჭველი. ბახ. ეხლა ვიგეთყვეთ, ნახეთ, შეიძლება თქვენ ხართ, აი დაუშვათ. ან თქვენ სურათებს ნახავს ეს ადამიანი, თუ თქვენ დაუშვათ, ეხლა ბლოგერი ხართ თუნდაც, ხო? თუ ხართ თქვენ ის გიყურებს თქვენ მოსწონ ხართ ამ ადამიანს, ეს ადამიანი სადღაც, ну ბლოგერი რა არის, ხა შეიძლება ბლოგერს უყოლა ხო არ მიზის აქ. დაუშვათ. პლუს კიდე თქვა შეიძლება თქვენი სურათი ნახოს მაგან და ძალიან მოეწონებით, იმიტომ რომ აი როგორ არის იცით, აი რა მოეწონება გეტყვით. აი არის ძალიან მაგარი ქალი, აი ძალიან დახვეწილი, მაგრამ ძალიან რაღაცა უშვალო. აი ეს არის და ანუ თქვენზე მაგისი აი არჩევანია, შეიძლება თქვა ხო არის აი ლენტებიც რო არის რა, რო ათვალიერებ თქვა ვიღაცებს და უცბად თქვენზე მოხდება თვალი. ან შეიძლება თქვენ დაუშვათ რაღაცას ბლოგერობთ თქვა, ანუ რაღაცა თქვა დებთ აქ რატომღაც მოდის ისეთი რამე, შეიძლება თქვენ ვაფშე საბავშვო ბავშვთან ერთად შეიძლება იყოთ რამე სურათზე, სიტყვაზე. ну აი ესეთი ენერგია მოდის რა. კიდე? და აი ეს ადამიანი თვითონ ეს რა შეგეხმიანებათ. ძალიან კიდე როგორი მომენტი, შეიძლება თქვენ რაღაცის სპეციალისტი ხართ. და ამას დასჭირდება თქვათ ახლა, ну თქვენი რჩევა, როგორც სპეციალისტის, ხო? და ამიტომ ну ექსპერტი სპეციალისტი უფრო ეგეთი რაღაცა არის და ამიტომ ეგაც შეიძლება. ან რაღაცა დახმარება თქვენ დაგჭირდება თქვათ, ახლა კიდე ვარსკვლავზე ახლა შემიძლია გითხრათ სად სხვა ქვეყანაში უფრო ინტერნეტი მომდეს რა ვქნა გოგო. არა, ინტერნეტი უფრო მომდეს.
უფრო ინტერნეტ სივრცეში დაგინახავს ეს ადამიანი, შეიძლება კიდე ნახოთ ერთი მომენტი, თქვენ, აი როგორც თქვი, სპეციალისტი იქნებით, რომლისგან მაგას დასჭირდება რაღაცა დახმარება. იმიტომ მე აქ ვხედავ რას, რომ თქვათ, ეხლა რაღაცა ფულის გადარიცხვასაც ვხედავ, თქვენ რაღაცაში დაეხმარებთ, თქვენ აგირჩევს ეგ. ან დაუშვით ინტერნეტ მაღაზია გაქვს სიტყვაზე, ეგაც შეიძლება იყოს და იქ დაგინახავს თქვენ და აი რაღაცის ყიდვა თქვათ მოუნდება და თქვენ მოგმართავს და მე დაიწყება თქვენი რაღაცა აი მსუბუქად დაიწყება რაღაცა თქვენი აი ეს ურთიერთობა რა, ასე რომ ვთქვა. ну მსუბუქად მე თუნდაც კი არ ვიცახე, ანუ აი რაღაცას ერთმანეთს დაეხმარებით, ან თქვენი დახმარება დაჭირდება. ეს, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ვიღაცისთვის იქნება ის, რომ ну მოგწერს და ორივეს რომ მოგეწონებათ რა ეს მიმოწერა რა, მაგრამ ეს წამოვა თვითონ პირველი მოგწერ თქვენ და სხვათა შორის ძალიან აი მსუბუქად რას ვიძახე, აი გართულებული არ არის და რაღაც აი თქვენც მოგინდებათ რა მაგასთან რაღაცა თქვა მოგწერათ პასუხის გაცემა აი ეს, მაგრამ თავიდან იქნება ცოტა ისეთი თქვენც ახლა ცოტა თავს შეიკავეთ და ნახეთ აქ იმპერატორი თქვენ იმპერატრიცად, იმიტომ აქ ადამიანი ანუ თქვენ იმდენად მოეწონებით მაგას, როცა ადამიანი რო იტყვის, რომ აი ეს არის ჩემი ქალი. მიხვდით? აი ეგეთი რაღაცა უნდა მოხდეს აქ. ვნახოთ ახლა ჩვენ რა შემოიტანს რა ენერგიებს ცვლილებას. მე გეუბნებით, ეს ურთიერთობა არ იქნება ისეთი, როგორიც თქვენ გქონდათ ადრე. აი თითქოს თქვენ აი ყველაფერს დაგავიწყებინებს, კი რაც კი გქონდათ აქამდე ცუდი, კარგზე არ ვამბობ. კარგი ჩვენ ახლა როცა გამოცდილებები, ну ურთიერთობებში ვართ, იქიდან ჩვენ კარგი უნდა წამოვიღოთ ურთიერთობაში და აი ეს ძველი რაღაცები, რაც გულს გტკენდათ, აი ეს უმაღრეს დონეს აი წვლილები შემოიტანს რა. ანუ ყველა ვარიანტში თქვენ შეიძლება შეიცვალოთ, მაგრამ აქ გეუბნებით, აქ ადამიანი აი კი დაგავიწყებინებთ ყველაფერს, თუ რამე იყო ცუდი თქვენს ცხოვრებაში, დაგავიწყებინებთ, აქ ახალი იქნება, აი ახალი გზაზე წაგიყვანს, მოდით აი ასე რომ ვთქვათ რა. რა აუცილებლად უნდა გაიგო შენ ამ ურთიერთობაში. აი ის რომ ნახეთ რა უნდა გაიგო, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, რომ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, შეიძლება ადამიანი, აი ნახეთ გოგოება, ხო არიან ზოგი ახლა ჩვენ ყველაფერი ჩვენი რწმენით არის საერთოდ რა, ჩვენი რწმენა. თუ დაუშვოთ ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ არაფერი შეიცვლება, არაფერი არასოდეს არ იქნება, თქვათ ისე, აი ეს ბიჭებო თქვენს გეხებათ რა. თქვენ ნახავთ თქვენ ვარსკვლავს უეჭველი იმ გოგოს, რომელიც თქვენ გინდა და ვისაც თქვენ გინდათ, რომ თქვენი გული გასცეთ, იმიტომ რომ აქ თქვენს ახლა ბევრი რაღაცები გამოვლილი და ნამდვილად თქვენს გინდათ ეს სერიოზული ურთიერთობა, მე მესმის არიან ახლა ასეთი ადამიანები და უბრალოდ უნდა იცოდეთ თქვენ ის, რომ შეიძლება ეს რომ შეიცვალოს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა შევიცვალოთ, ჩვენ თვითონ უნდა ის კი არა რომ სულ ყოველთვის ვუშვიროთ თითი რომ ის ბრალია, იმან შეიცვალოს, მე კარგი გოგო ვარ, მე არაფერი მაქვს შესაძლებელი, იმიტომ რომ მე გადასარევი ვარ, ხო? კი ხარ გადასარევი, მაგრამ ახლა რატო მაშინ არ ხარ ბედნიერი, ხო? მოდით ესეც ვიფიქროთ. იმიტომ რომ კაცები ცუდები არიან. არა, ვაკითხე. არა ყავს, არ გაგიგია, არ წაგიკითხია თუნდაც იმაზე ის ისტორიები, რომ არსებობენ წყვილები, სადაც ბედნიერად ცხოვრობენ და ძალიან კარგად, არა, არ გაგიგია, არასოდეს აბა დაფიქრდე, ხო? ესე იგი ხო შეიძლება რომ რაღაცა ჩემში იყოს, რაღაცეთი მომენტი, მე გავაანალიზე, დაუშვით რა ურთიერთობები გქონდა და თქვათ რის გამო დაშორდა, რა პარტნიორი რას გეუბნებოდა შენ, ხო, რაზე აქცევდა ყურადღებას, თქვათ ისეც, ან შეიძლება ერთი იყო შენ ცხოვრებაში პარტნიორი და იმაზე, აი თქვათ სუდაკადაკა გქონდა, აბა გაიხსენე, რას გეუბნებოდა, რაზე ჩხუბობდა და შენ რაზე ჯიუტობდეთ. მე ძალიან სედი თემა არის, ხო ხდებით, მაგრამ აი ზუსტად ეს უნდა გაიგო ამ ურთიერთობაში, რომ ყველაფრის ცვლილება შეიძლება შენთვის სასარგებლო და აუცილებელი არ არის, რომ აქ ნახეთ, რომ სიყვარული არსებობს რა, ყველა ვარიანტში ეს უნდა გაიგო, უბრალოდ შენ არ უნდა უარყო, შენ არ უნდა გქონდეს ეს მომენტი, რომ შენ უნდა გჯეროდეს,
შენ უნდა გჯეროდეს და თან პლუს კიდე აქ ესეთი გაკვეთილია რომ შეიძლება ადამიანთან იყო კარგად ჯანსაღად ურთიერთობაში ანუ მიჯაჭვულობის გარეშეც აი ეს ნახეთ ეს როგორი მომენტი არის როცა ჩვენ ველოდებით ურთიერთობიდან ვნებას ანუ უნდა მინდოდეს კაცი ან ქალი თქვა და მაშინ აი მაგიჟებს და ეს არის სრულიად კარმული თემა და ეს იმიტომ გაკა ესეთი მიჯაჭვულება რომ იმიტომ რომ შენ უნდა გაიარო რაღაცა გაკვეთილები მაგასთან აქ გვაჩვენეს რომ თქვენ უკვე დაასრულეთ ეს ყველაფერი თქვენ უკვე სხვანაირად უყურებთ სიყვარულს თქვენ უკვე არ ელოდებით იმ ამ სიგიჟეებს რა თქვენ უკვე გინდათ ნორმალური სიტუაცია და აქ რა უნდა გაიგოს ზუსტად ის რომ შეიძლება ადამიანი შეგიყვარდეს ამ ყველანაირად ამ სისულელები არ არის ემასაც უბრალოდ თავისი დრო აქვს მაგრამ აქ ცოტა აქ დაჟე ვეტყოდეთ ცოტა როგორი წყვილისთვის არის აი ცოტა ვინც უკვე ვინც აქ გამოცდილება და შეიძლება უკვე დაჟე შეიძლება ერთი ან ორი კარმული ისეთი თემა ქონდა და ადამიანმა ეს გაკვეთილები უკვე აიღო ამას კი გაკვეთილების აღება ავიღე გავიარე და უკვე როგორ ჯილდო ისე გიგზავნიან უკვე ამ პიროვნებას და პერსპექტივაში აი ხო გეუბნები აქ ყველანაირად პერსპექტივა არის ის რომ აქ ნამდვილად სრულდება ეს რთული პერიოდი ეს გაკვეთილების პერსპექტივა თქვენ გადაიხადეთ რო თქვენ ყველაფერი პერსპექტივა აქ სიყვარული აქ განახლებული აქ მაჩვენებენ რომ აქ ადამიანმა დაასრულა დიდი ხანძლივი გზა სადაც აქ იცოდეთ გოგოებო აქ ვიღაცა ბიჭებებს ბევრი გაკვეთილები ქონდა თქვენ ამ ცხოვრებაში ბევრი მაგრამ თქვენ გაიარეთ მაგრამ აქ რა არის მთავარი იცი რომ თქვენ არ დაკარგეთ ეს იმედი რომ სიყვარული არსებობს ამიტომ და არსებობს ისეთი ადამიანი ვისთანაც მე ვიქნები ბედნიერი თქვენ აი სულ გქონდათ აი აგონებაში რა იმის მიუხედავად რომ ანუ აქ ადამიანი რომელიც არ დახურა გული ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გამო რომ ვიღაცა შემოვიდა და თქვათ მაგას ნერვები მოუშალა და კიდე შეიძლება ამის დამუშავება იმით რომ შენ თუ დაუშვათ ის პარტნიორები ვინც ყავდა შენ თუ ამოიღე აი ტრენინგი ვინც იყო ჩემთან ესწრებოდა ჩვენ გავაკეთეთ ეგ ძალიან კარგი პრაქტიკები რა ანუ ზუსტად ის მომენტები როცა შენ იმ ადამიანებთან დრო იყავი ამოიღე ყველაფერი კარგი რაც იყო იმ ურთიერთობებში და უკვე და მადლიერებით გაუშვე ეს ადამიანი სხვა შეს ეს ადამიანი ძალიან მადლიერებით სავსე არის რა აი ძალიან ისე ტიპია რომელიც აი შეიძლება იცის ხოლმე თქვა აი მადლობა მადლიერი ვარ თქვა აი ძალიან ისეთი ადამიანი არის აი მადლიერებით სავსე იცის მაგან აქ რაღაც კანონები ხო და პერსპექტივა ესე იგი აი აქ იმიტომ არის რომ თქვენ ახლა როცა ამას გაანალიზებთ როცა თქვენ იტყვით რომ всё მე ვიცი დაუშვათ ახლა რომ მადლიერი ვარ ამ იმ პიროვნების ვინც იყო ჩემ ცხოვრებაში გაუშვი მადლიერებით იმიტომ რომ კი კარგი რაღაცები ავიღე გულს არ დავხურავ მჯერა რომ არსებობს ადამიანი ვინც მოვა ჩემ ცხოვრებაში და ჩვენ ვიქნებით უკვე მართლა ნამდვილი პარტნიორები აი თქვენთვის ეძლევა ეს ურთიერთობა გეძლევა თქვენ გეძლევათ ეს ურთიერთობა ну აქ მიყვები რასაც მოგიყევეთ ახლა მაგას მიყვებიან რო თქვენ ახლა მაინც აქ ბევრი და გაკვეთილები კაი და პერსპექტივა ერთი მაინც მითხარით მოიცადე ამით ავიღებ ახლა პერსპექტივას თუ რა ახლა მიყვებიან იმას რაც მე თქვენ მოგიყევეთ ახლა რომ ბევრი რამე გამოიარა ნუ რას გითხარით რა მე პერსპექტივა მაინტერესებს აჰა აქ ვიღაცასთან იქნება კანონი ურთიერთობა უეჭველი კიდე და დიდი სიყვარული აქ არ არის არჩევანი აქ სიყვარულია რომელსაც მე თქვენ გისურვებთ